განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და წახალისების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი წარმოშობის სერტიფიკატია. მიმწოდებელი, რომელიც საბოლოო მომხმარებელს სთავაზობს განახლებადი წყაროებიდან წარმოებულ ელექტროენერგიას, ვალდებულია ამ შეთავაზების ფარგლებში მოხმარებული ელექტროენერგიის წარმომავლობა დაადასტუროს წარმოშობის სერტიფიკატით. საბოლოო მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა ხელი შეუწყოს განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგიის განვითარებას და შეამციროს მოხმარებული ელექტროენერგიის უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე. უფრო კონკრეტულად, თუ რას გულისხმობს წარმოშობის სერტიფიკატი და როგორ რეგულირდება სერტიფიკატის გაცემა, როგორ მიდის ინფორმაცია საბოლოო მომხმარებელამდე, ვისაუბრებთ გადაცემის სტუმართან, სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორთან თამარ პარუნაშვილთან ერთად. მოგესალმებით, თამარ. მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და გვიწევს ამ ძალიან საინტერესო და ახალ თემაზე საუბარი. ეს არის წარმოშობის სერტიფიკატები და სანამ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ თუ რა პროცესია და ესე ვთქვათ, როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი, საინტერესოა თვითონ წარმოშობის სერტიფიკატის განმარტება, უფრო დეტალურად რო გითხრათ, თუ რა მოიაზრება ამ ტიპის სერტიფიკატში. კეთი, მოგესალმები, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი საყვარელი თემა, რაზეც ძალიან აქტიურად მომიწია მუშაობა და მიხარია, რომ შემიძლია გაუზიარო ეს ინფორმაცია თქვენს მაყურებლებს. წარმოშობის სერტიფიკატი ეს არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ელექტროენერგიის კონკრეტული მოცულობა ნაწარმოები იქნა განახლებადი ენერგიის წყაროდან. ეს ერთის მხრივ საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რომ წაახალისოს ქვეყანაში მწვანე ენერგიის წარმოება, ხოლო მეორე მხრივ მას შეუძლია ამ მექანიზმით დადასტურებული ელექტროენერგიის მოცულობაზე განაცხადოს საჯაროდ, რომ ნამდვილად განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია მოიხმარა. აქვე აუცილებლად მინდა გითხრათ, მწვანე სერტიფიკატი და წარმოშობის სერტიფიკატი ერთმანეთისგან რითი განსხვავდება თუ ერთი და იგივეა? ჩვენი კანონმდებლობა იცნობს ორივე მექანიზმს, მწვანე სერტიფიკატსაც და წარმოშობის სერტიფიკატსაც. საკმაოდ მცირე არის სხვაობა, მაგრამ მისი მიზნიდან გამომდინარე, მაინც შეიძლება ამ ორ მექანიზმს შორის სხვაობა დავინახოთ და ხშირად ეშლებათ ხოლმე ეს ორი მექანიზმი ერთმანეთში. და რა არის ეს სხვაობები, რომ კი ბატონო, ანუ რეალურად ორივე მექანიზმი ადასტურებს ერთი და იგივე რაღაცას, რომ კონკრეტული ენერგიის მოცულობა 1 მეგავატი ნაწარმოები იქნა განახლებადი ენერგიის წყაროდან, თუმცა წარმოშობის სერტიფიკატი საბოლოო ჯამში მომხმარებელს უდასტურებს, რომ მან მწვანე ენერგია მოიხმარა, ხოლო თვითონ მწვანე სერტიფიკატი, როდესაც თუ სახელმწიფოს კვოტები აქვს დაწესებული და დღესდღეობით საქართველოში ეს არ არის, მწვანე სერტიფიკატი სახელმწიფოს უდასტურებს, რომ კი, ნამდვილად ამ მოცულობის ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან იქნა წარმოებული. ეს მექანიზმი წარმოშობის სერტიფიკატის და მწვანე სერტიფიკატის ჩვენს სამართლებრივ სივრცეში გაჩნდა 2019 წელს განახლებადების კანონით, რომელმაც მოახდინა განახლებადების დირექტივის ტრანსპოზიცია. ამ კანონით მარეგულირებელს დაევალა, რომ შეექმნა შესაბამისი სამართლებრივი ბაზა წარმოშობის სერტიფიკატების რეგულირებასთან დაკავშირებით და ასევე განისაზღვრა სერტიფიკატების გამცემი ორგანო, ეს არის გადამცემი სისტემის ოპერატორი. მე ძალიან მიხარია, რომ ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკრულ მხარეებს შორის ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელმაც პირველებმა დავნერგეთ რეალურად ეს სისტემა, შექმნით შესაბამისი ნორმატიული ბაზა და აი 2023 წლიდან უკვე ხდება სერტიფიკატების გაცემა და დადასტურება, რომ ნამდვილად განახლებადი წყაროებიდან მოხდა ელექტროენერგიის წარმოება. გასაგებია და თამარ, ეს სერტიფიკატი სავალდებულოა, ნებაყოფლობითია, როგორ შეიძლება ორგანიზაციამ მიიღოს? პირველ რიგში გავმარტოთ ეს ვალდებულების ნაწილი და შემდგომ უფრო საინტერესო იქნება ორგანიზაცია, ან ასე ვთქვათ, მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებულია წარმოშობის სერტიფიკატის მიღებით, რა პროცედურებს გადის, ვის მიმართავს, რა დოკუმენტაციის წარდგენა სჭირდება და რა ეტაპები აქვს გასავლელი? კი ბატონო. ეს არ არის დღეს სავალდებულო მექანიზმი, წარმოშობის სერტიფიკატი, რადგან ის აბსოლუტურად მომხმარებლის ნებაზე არის დამოკიდებული. მე როგორც საბოლოო მომხმარებელი, მე თვითონ მიღებ გადაწყვეტილებას, რამდენად მინდა ასე ვთქვათ, ჩემი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში წავახალისო მწვანე ენერგიის წარმოება ქვეყანაში. ასევე არ არის სავალდებულო გენერაციის ობიექტებისთვის.
მწარმოებლები თავად განსაზღვრავენ, უნდათ თუ არა ჩაერთონ ამ სქემაში. შესაძლებელია, რომ გარკვეული ვალდებულებაც შეიქმნას ამ ნაწილში, თუმცა დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობით ვალდებულების ხასიათი ამას არ გააჩნია. უფრო მეტად სხვა გარემო ფაქტორები არის, რაც ქმნის ამაზე, კი ბატონო, ამ ნაწილზე მოთხოვნას. ეხლა რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, გაცემასთან დაკავშირებით, მომხმარებელთან მისვლასთან დაკავშირებით, ამ ნაწილს ამ თელს სქემას ორ ნაწილად დავყოფდი. ერთი ყავს გენერაციის მხარე, გენერაციის ობიექტის მფლობელი, შესაბამისი განაცხადით მიმართავს გადამცემის სისტემის ოპერატორს. დამტკიცებული გვაქვს განაცხადის ფორმა, რეალურად ყველა მოთხოვნა ჩამოწერილი არის და თუ ამ პირობებს დააკმაყოფილებს, რაც არის იმ განაცხადში მოცემული, რაც ძალიან მარტივია და ინფორმაციული ხასიათის არის, ძირითადად რაც არის წარსადგენი, შესაბამისად ის დარეგისტრირდება უკვე რეესტრში. რეგისტრაციიდან უკვე ნებისმიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე შეუძლია მოითხოვოს სერტიფიკატის გაცემა. აქვე ვიტყვი, რომ ერთი სერტიფიკატი გაიცემა 1 მეგავატ ელექტროენერგიაზე, ქსელში გადადინებულზე. ხოლო რაც შეეხება აი მომხმარებლის მხარეს, რო შევხედოთ უკვე როგორ მიდის მომხმარებლამდე. მომხმარებელს ორი გზა აქვს, რომ თქვას, რომ მან განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგია მოიხმარა. მას შეუძლია ან პირდაპირ თავად მოძებნოს შესაბამისი გენერაციის ობიექტი, რომელიც სისტემაში არის დარეგისტრირებული და ამაზე ინფორმაცია განთავსებული არის გადამცემის სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე, თუ რომელი წარმოებლები სარგებლობენ ამ სქემით და მასთან თვითონ აწარმოოს მოლაპარაკებები. აი ჩვენ მქონდა მაგალითად შემთხვევაში იგულისხმება ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ მსგავსი ტიპის სერტიფიკატის მქონე გენერაციის ობიექტთან აი დიდი ორგანიზაციები ძირითადად მათი ასე ვთქვათ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის ნაწილში თავად წყვეტენ თუ რომელი გენერაციის ობიექტისგან შეისყიდონ წარმოშობის სერტიფიკატი. მაგალითად, აშენების პერიოდის მიხედვით, დადგმული სიმძლავრის მიხედვით არჩევენ. მაგალითად, ეს შეიძლება შეირჩეს იმის მიხედვით, რამდენად სარგებლობს ეს გენერაციის ობიექტი სხვა მხარდაჭერის სქემით. ანუ წაახალისოს თუ არა ის ობიექტი, რომელიც პირობითად აქვს მხარდაჭერის სქემა ან არ წაახალისოს. მეორე საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ნაწილში ასეთი მომხმარებელი უფრო ნაკლებად არის დაინტერესებული, რომ სისტემაში, ასე ვთქვათ, ესეთი სახის მოლაპარაკებები აწარმოოს. ამიტომ მიმწოდებელი არის ხოლმე ის სუბიექტი, რომელიც საბოლოო მომხმარებელს თავაზობს მწვანე ენერგიის მიწოდებას და მეც როგორც აი ჩემს სახლში თუ მინდა რომ მოვიხმარო მწვანე ენერგია, მაშინ შეუერთდები ესეთ საჯარო შეთავაზებას, ასეთ ხელშეკრულებას, რომლითაც მე თვითონ ჩემ წვლილს შევიტან განახლებადი ენერგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგი და სანამ აი საბოლოო მომხმარებელზე ვისაუბრებთ უფრო დეტალურად და ქვითარზე, რომელსაც თან ერთვის ხო ეს ინფორმაცია თუ რა ტიპის ენერგიას ვიღებთ ჩვენ. მანამდე საინტერესოა ორგანიზაციების ნაწილში ვაჭრობის თემაც რომ განვიხილოთ, რამდენად აქვს ვთქვათ ორგანიზაციას ჩაერთოს შესაძლებლობა რომ ჩაერთოს ვაჭრობაში, მოსთხოვოს ან გაყიდოს წარმოშობის სერტიფიკატები და ამით გარკვეული ასე ვთქვათ ურთიერთობები კონდეს სხვა ორგანიზაციებთან. მადლობა ამ შეკითხვისთვის. ნამდვილად ხაზგასასმელია, რომ ის სისტემა, რაც დანერგილი არის გადამცემის სისტემის ოპერატორთან, სადაც ხდება წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა, შემდეგ შეიძლება ეს წარმოებელზე ხდება გაცემა, წარმოებელმა შეიძლება ეს გადაცეს შემდეგ უკვე შუამავალს ან საბოლოო მომხმარებელს. ეს სისტემა არ არის ვაჭრობის ადგილი. ეს არის უბრალოდ წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა, გადაცემა, დადასტურება, მეტი არაფერი. რაც შეეხება თვითონ ვაჭრობის ნაწილს, ეს ხდება აბსოლუტურად პლატფორმის გარეთ, ამას არ არეგულირებს კომისია და არ არის რეგულირების, არ ექვემდებარება რეგულირებას. შესაბამისად, მხარეები თვითონ თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე, მათ შორის წარმოშობის სერტიფიკატის ფასზე და თვითონ, ასე ვთქვათ, აწესრიგებენ ამ ურთიერთობას. უბრალოდ ამ დროს მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ხელშეკრულებაში ესეთი დათქმა უნდა იყოს, რომ როდესაც ის გენერაციის ობიექტიდან ყიდულობს წარმოშობის სერტიფიკატს და არ არის სავალდებულო რომ ის იყოს რეგისტრირებული რეესტრში, თუ ასეთი მომხმარებელი არის, ხელშეკრულება სავალდებულოდ უნდა ითვალისწინებდეს, რომ გვაქვს ესეთი დოკუმენტი, წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმების დასტური, რომელიც ადასტურებს, რომ აი მაგალითად
ეს სერტიფიკატი გაუქმდა აი ჭიქის მწარმოებელი კომპანიის სასარგებლოდ. და რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს მსგავსი ტიპის გაუქმების გაუქმება ხშირ შემთხვევაში აღიქმება ხოლმე უარყოფითად. რეალურად ეს არის დადებითი მოცემულობა ამ სისტემისათვის დადასტურებას გულისხმობს წარმოშობის სერტიფიკატის გაუქმება, ანუ კონკრეტული 1 მეგავატი ელექტროენერგიის სასარგებლოდ გაუქმდა ერთი წარმოშობის სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ დადასტურდა. კი ხშირად იწვევს ხოლმე ეს ტერმინი უკვე იმდენად გამჟდარი გვაქვს, ხშირად იწვევს ხოლმე გაუგებრობას დაინტერესებულ პირებთან, თუმცა იმდენად არის ასე ვთქვათ, ევროკავშირიც ზუსტად ამ ტერმინს იცნობს, საერთაშორისო დონეზეც ეს ტერმინი არის, საბოლოო ჯამში კანონმდებელმაც ეს ტერმინი გადმოიტანა და ამიტომ ვინარჩუნებთ მაქსიმალურად, რომ როდესაც ხდება უკვე საერთაშორისო სუბიექტებთან ურთიერთობა, ერთი და იგივე ტერმინებით მოხდეს საუბარი მათთან. გასაგებია და რაც შეეხება უშუალოდ საბოლოო მომხმარებელს, რომელიც ქვითრის საშუალებით ღებულობს დეტალური ინფორმაციას ამაზე, რომ უფრო მეტი გითხრათ. კი, გარდა იმისა, რომ თქვათ, აი ამ ასე ვთქვათ, ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის მიდევნების მექანიზმი არსებობს, როგორიც არის ეს სერტიფიკატი. კანონმდებლობა ასევე ავალდებულებს, მიმწოდებლებს, რომ გაუმჟღავნოს მომხმარებლებს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია მოიხმარეს. მიუხედავად იმისა, ეს განახლებადი წყაროებიდან არის წარმოებული თუ არა. როგორ ხდება ეს? ამისთვის ჩვენ მეთოდოლოგია გვაქვს დამტკიცებული. ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავს ვეძახით და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე დღეს თქვენ თუ გახსნით თქვენს ქვითარს, ელექტრონულ ქვითარს, სადაც არის სპეციალური ლინკი დატანილი, ბმული და ამ ბმულზე გადახვალთ, იქვე ქვითარში ნახავთ დეტალურად ინფორმაციას და მოცემული არის ინფორმაცია თუ რა წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია მოიხმარეთ წინა წელს. ეს არის რეალურად იგივე მექანიზმი, როგორც ჩვენ შევდივართ მაღაზიაში, ვყიდულობთ რაღაცა კონკრეტულ პროდუქტს და ვუყურებთ მის აღწერილობას, დაახლოებით იგივენაირად მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა ნაზავი მოხდა მის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაში წინა წლის განმავლობაში. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 1 წლიანი საანგარიშო პერიოდი. ესე იგი 26 წლის განმავლობაში ყოველთვე რომ გავხსნათ ქვითარი, გავეხსნოთ თანდართულ, ასე ვთქვათ, დოკუმენტს, იქ გვექნება მონაცემები 2025 წლის. კი ბატონო, აი აგვისტოს თვეში უკვე მოხდება, იმიტომ რომ წელი, როდესაც მთავრდება, შემდეგ იწყებს გაანგარიშებას უკვე გადამცემი სისტემის ოპერატორი. გარკვეული პერიოდი არის მიმწოდებლებისთვის, რომ დაადასტუროს, თქვა წარმოშობის სერტიფიკატები თუ აქვს გასაუქმებელი. შემდეგ სისტემის ოპერატორი ანგარიშობს უკვე ინფორმაციას და მერე უკვე მიმწოდებლები ასახავენ ქვითარში. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, წელი რომ მთავრდება, ცოტა ხანგრძლივი პროცესია, თუმცა დადასტურება ჩვეულებრივ ხდება, რომ თქვა წინა წლის განმავლობაში შენ მოიხმარე განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია. აქვე მინდა ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ქვითარს ვნახულობთ, არ შეგვიყვანოს შეცდომაში იმან, რომ გვიწერია განახლებადი ენერგიიდან წარმოებული ელექტროენერგიის რაღაცა პროცენტი. ანუ კი, რა თქმა უნდა, ეს ასეა, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად განახლებადი ენერგია გვაქვს ქვეყანაში, თუმცა თუ თქვენ გინდათ, რომ ნიშანდება დაიტანოთ თქვენს პროდუქტზე, ან საჯაროდ განაცხადოთ, დეკლარირება მოახდინოთ, რომ ნამდვილად მე ჩემი წვლილი შევიტანე მის განვითარებაში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქვითარს, როდესაც გახსნით, იმ ქვითარში დადასტურებული უნდა იყოს, რომ ეს განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია წარმოშობის სერტიფიკატებით არის გამყარებული და დადასტურებული მის უკან. და რომ თქვენ თვითონ უნდა გქონდეთ თქვენი წვლილი შეტანილი ფინანსური, საბოლოო მომხმარებელს. საუბარი ჩვეულებრივ რიგით მომხმარებელზე, როგორც მე ვარ, თქვენც ხართ, ხო? კი ბატონო, აი რომ შესაბამისი თქვათ ფინანსური წვლილი უნდა გქონდეთ შეტანილი აი ამ ასე ვთქვათ პროცესში და მწვანე ენერგიის სახალისებაში. აუცილებლად მივაქცევ ხოლმე ყურადღებას და დღემდე რამდენი წარმოშობის სერტიფიკატია გაცემული? სხვადასხვა 2024-ის მონაცემით დაახლოებით 2 მილიონამდე წარმოშობის სერტიფიკატია გაცემული. 2025 წელს სადღაც 1,5 მილიონი, თუმცა ეხლა კიდე მიდის გაანგარიშებები, უпростоრად
გაცემის მაგივრად ვიტყვი რომ დადასტურებული ანუ გაუქმებას რასაც ვეძახით. ეხლა კიდევ მიდის გადაანგარიშება აი მთელი ამ პროცესების და ნახოთ საბოლოო შედეგი რა იქნება სადღაც მაისი-ივნისის ბოლოს ველოდებით შედეგებს 2025 წლის შეჯამებას კი. ძალიან საინტერესო და იმედია გაგვიზიარებთ შემდგომში ამ ინფორმაციასაც და ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ სამომავლო გეგმების შესახებ იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად წახალისდეს როგორც განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ენერგიის განვითარება ასე ვთქვათ და წარმოშობის სერტიფიკატების ხელშეწყობა ამისთვის რა იგეგმება? სხვადასხვა აქტივობებს ვგეგმავთ. ერთ-ერთი რაც ყველაზე მთავარი არის, ეს არის ცნობიერების ამაღლება, რომ ნამდვილად არსებობს ეს მექანიზმი და აი პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რომელიც ფიქრობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არის გარემოსდაცვითი ღონისძიებების ნაწილში წვლილი შეიტანოს ამ სექტორის განვითარებაში, მაქსიმალურად მივიტანოთ ასეთ სუბიექტებამდე ეს მექანიზმი და მათ მაქსიმალურად შეძლონ, რომ გამოიყენონ და დაადასტურონ მათი მოხმარება ამ სერტიფიკატების მეშვეობით. ასევე ვგეგმავთ, რომ მოხდეს წარმოშობის სერტიფიკატების აღიარება. ჩვენ ერთ-ერთმა ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკრებელმა მხარემ მოგმართა და ვთხოვა, რომ დაგვეწყო ამ საკითხზე მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც შემოხვედრი ნაბიჯები იქნა გადადგმული და ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს პროცესები. დანარჩენს აი მეზობელ ქვეყნებთანაც უკვე მიდის მოლაპარაკებები და როდესაც უკვე კანონში გარკვეული ცვლილებების შევა, მე იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად მოვიცავთ სხვა დანარჩენ ქვეყნებსაც. ელოდებით გულისხმობ. მაგალითად დღესდღეობით ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა რომ თქვათ ვაღიაროთ მესამე ქვეყნის წარმოშობის სერტიფიკატები და ვიმედოვნებ რომ ეს შესაბამისი ცვლილება შევა რაც მოგცემს შესაძლებლობას რომ ორმხრივი აღიარება მოხდეს. ანუ ჩვენც ვაღიაროთ მესამე ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი, მათაც და შესაბამისად უკვე მოხდეს ქვეყნებს შორის აი ამ სერტიფიკატებით ვაჭრობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის რაც უფრო მეტად აქტიურად ხდება ბიზნესი პასუხისმგებლიანი, აი მაგალითად რატო უნდა მინდოდეს ხოლმე საბოლოო მომხმარებელს თქვათ წარმოშობის სერტიფიკატებზე, ან რატო უნდა ვიყიდო, რატო უნდა გავაოქმო, თუ პირობითად ადრე იყო ესეთი მიდგომა, რომ უბრალოდ ეს არის მომგებიანი ბიზნესი რაღაც და ინვესტორი დებდა ამის გათვალისწინებით, ასე ვთქვათ, თავის ინვესტიციას კონკრეტულ ბიზნესში. დღესდღეობით ეს მიდგომები ძალიან არის შეცვლილი, მაგალითად საფინანსო სექტორში დიდი საერთაშორისო მოთამაშე ბრენდები პირობითად ისინი ეს არ არის უბრალოდ ბიზნესის კეთება, ეს არის პასუხისმგებლიანი ბიზნესი, გარემოსდაცვით ნაწილშიც გარდა სოციალური და გარდა მმართველობით ნაწილში. მან შეიძლება ასეთმა კომპანიამ ძალიან ბევრი ღონისძიება გააკეთოს, მაგალითად შეიძლება ნარჩენების გადამუშავება გააკეთოს, მაგრამ ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილში რეალურად ეს არის ის მექანიზმი, რომლითაც მას შეუძლია რომ საერთაშორისო დონეზეც განაცხადოს, რომ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია მოიხმარა და ჩვენი მექანიზმი აბსოლუტურად შესაბამისობაში არის იმ ევროკავშირის მოთხოვნებთან, რაც შესაბამისი დირექტივით არის დადგენილი. ესე იგი გასაგებია რომ თქვენ ყველა სეგმენტს მოიცავთ თქვენი საინფორმაციო თქვენ კამპანიის ფარგლებში მწვანე სერტიფიკატთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ თამარ და ვისურვებდი რომ რაც უფრო მეტი საბოლოო მომხმარებელი, ჩვეულებრივი მომხმარებელი გაიგებს წარმოშობის სერტიფიკატს, მით უფრო უკეთესი იქნება. აქედან გამომდინარე წარმატებების საქმიანობაში. მაყურებელს შევახსენებ რომ დღეს ჩვენ საუბრობდით წარმოშობის სერტიფიკატებზე.